მოგესალმებით და წარმოგიდგენთ პირველი დონის მეშვიდე დავალების შესასრულებლად ახსნას. და ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება there is და there are. ქართულად ამ სიტყვებს, აი ამ წყობას არ აქვს პირდაპირი თარგმანი და მე ასე ვთარგმნი ხოლმე არის. აი ასე ითარგმნება. მაგალითად თუ ვიტყვი რომ there is a book on the table, ვიტყვი რომ წიგნი არის მაგიდაზე. ან there is somebody in the room, ვიღაცა არის ოთახში და ასე შემდეგ. ესე იგი არის ასე ვთარგმნით ხოლმე. ჩვენ გავივლით დღეს there is და there are-ის affirmative, ანუ მტკიცებით ფორმას, negative, უარყოფით ფორმას და interrogative, კითხვით ფორმებს. Affirmative მტკიცებით ფორმას აქვს როგორც გრძელი ფორმა, ისე მოკლე ფორმა. გრძელ ფორმაში მხოლობითის შემთხვევაში იქნება there is, ხოლო მრავლობითის შემთხვევაში იქნება there are. მტკიცებითი ფორმის შემოკლებაში გვხვდება მხოლოდ there is-ის შემოკლება და ეს არის there's. მრავლობით შემოკლებითი ფორმა არ აქვს. ახლა უარყოფითში. უარყოფითშიც გვაქვს long form, ანუ გრძელი ფორმა და short form, მოკლე ფორმა. გრძელი ფორმა იქნება წარმოდგენილი შემდეგი სახით: there is not, არ არის, and there are not, არ არის. მოკლე ფორმაში გვაქვს შემდეგნაირად: there is not, there isn't, there are not, there aren't. კითხვითი ფორმა არის ძალიან მარტივად, უბრალოდ აი მტკიცებით ფორმაში როგორი წყობაც არის, ისინი ადგილებს შეიცვლიან და იქნება ასე: is there, არის, ან are there, არიან. და აქ წარმოდგენილი არის პატარა დიალოგი და მოდი გავიაროთ ეს დიალოგი. What is there on the desk? რა არის მაგიდაზე? There is a book. წიგნი. ნახეთ, there is a book. ვამბობ, მაგრამ ქართულად თარგმნი მხოლოდ წიგნს, იმიტომ რომ there is არ ითარგმნება და ძალიან ულამაზოდ გამოვა, ხო? არის წიგნი, ასე ხომ არ ვიტყვი. ამიტომ ვამბობ წიგნი. There are 2 pens and 3 notebooks. 2 კალამი და 3 რვეული. დავიკითხო, ანუ ქართულ თარგმანში ასე პირდაპირ არ თარგმნით ხოლმე ამას. ანუ თარგმნით ისე, როგორც ლიტერატურულად უფრო ლამაზი იქნება. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ დიალოგი. What is there on the desk? There is a book. There are 2 pens and 3 notebooks. რა არის მაგიდაზე? წიგნი, 2 კალამი და 3 რვეული. ამით მეშვიდე დავალების ახსნა უკვე დასრულებულია. მომდევნო დავალებამდე გემშვიდობებით, თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ სავარჯიშოების შესრულებაში.